მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, თუმცა მანამდე ორბელიანების მოედანზე მოქალაქეები და ოპოზიციონერი ლიდერები შეკრიბა და სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადის ხალხში და თან მიაქვს ლეგიტიმაცია. პარალელურად ის ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შესაბამის დოკუმენტზე მუშაობას აანონსებს. ასევე ის დახმარებას დახპირდა იმ სამოქალაქო ძალებს, რომლებიც მისივე თქმით პროტესტის მიმდინარეობისას გამოიკვეთნენ. ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას იწონებენ და მას ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებენ. დასავლეთის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ლიდერად აღიარება, მისი როგორც პრეზიდენტის მანდატის მქონე პირად აღიარება, მასთან ურთიერთობის გაგრძელების მზაობა, ეს ყველაფერი უკვე გამოჩნდა და გამოჩნდა წინა დღეებში. შესაბამისად, ეს ისეთი ძლიერი ფაქტორია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ პოზიციას, რომ არ შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან შენობასთან, როგორც არის ორბელიანების სასახლე. არავინ არ აკნინებს ამ სასახლის მნიშვნელობას, მაგრამ კაცილებით უფრო დიდია ეხა ეს როლი და მისი მას აქვს ეს ნდობა ხალხის მხრიდან, ამიტომ დე ფაქტოზე თეიურეც ეს მოცემულობა. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას აძლევს ლეგიტიმური პროცესების ჯაჭვი, რამაც ის აქცია საქართველოს პრეზიდენტად და არა ორბელიანების სასახლე. შესაბამისად, ის რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის, ჩვენ მასთან გავაგრძელებთ ტრადიციულ კონსულტაციებს, კომუნიკაციას იმისთვის, რომ ერთად ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ახალი არჩევნების მისაღწევად. სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლიდან სიტყვით გამოსვლის პარალელურად მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კოლეგიის წევრებმა აირჩიეს. ცერემონიას საარჩევნო კოლეგიის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში იმყოფებოდნენ მიხეილ ყაველაშვილის ოჯახის წევრებიც. აღსანიშნავია, რომ ცერემონიალს არ ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსი. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო. პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმების დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება ინაუგურაცია საქართველოს პრეზიდენტის. კანონმდებლობაშივეა გაწერილი, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე ბუნებრივია შესაბამისი ყველა ნორმის დაცვით საქართველოს პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი. მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება. მას შემდეგ რაც ხალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, ის ჩააყენა უცხოთა და სხვათა სამსახურში და არა ქართველი ხალხის სამსახურში. ის აქცია განხეთქილების ინსტიტუტად და არა გაერთიანების ინსტიტუტად. ის აქცია საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად და არა ხალხის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად. ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ეს ინსტიტუტი ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ჩვენს კონსტიტუციაში. ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის შეიკრა. მოქალაქეები ჭავჭავაძის ქუჩაზე განლაგდნენ. ჯაჭვის შეკრეს და ამით სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე აქციას და მის მოთხოვნებს შეუერთდნენ. ერთობის ჯაჭვში მონაწილეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია. ხორუმის ინსპირაცია ჩვენ წილი, ჩვენი ადგილი, ჩვენი წრე, ჩვენ გვიჭირავს და ჩვენც გავართ. და მთავარი სურვილი და მთავარი მოთხოვნა და მთავარი მოლოდინი რა არის თქვენი, რაც გაერთიანებთ ყველას? აი, რაც გაერთიანებს ყველას თავისუფლება. თავისუფლება რეჟიმის პატიმრების და ამათი ტყუილების და ამათი შეცვლა. ეს არის ჩვენი პროტესტის გამოხატულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ. გვაქვს
კიდევ და კიდევ ხელისუფლების ყურამდე რომ მივიდეს ორი ძირითადი მოთხოვნა, ეს არის რომ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებულები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში. მინდა ერთად დგომით საქართველოს ჩავაცვათ ჯაჭვის პერანგელ თითოეულმა რგოლმა ვიგრძნოთ ერთმანეთის გულისცემა და გავათავისუფლოთ საქართველო ამ მარაზმისგან და აბსურდის თეატრი დასრულდეს საქართველოში და დავიწყოთ ევროპისკენ წინსვლა. და მოთხოვნები არის ამ თვითგამოცხადებული თვითმარქვია ხელისუფლების გადადგომა, წასვლა მშვიდობიანად და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. რას ფიქრობენ მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტსა და პოლიტიკურ დაძაბულობაზე და როგორ ესახებათ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? ამ შეკითხვით გურიატივიმ ოზურგეთში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა გამოსავლად და დაძაბულობის განმუხტვის ერთადერთ გზად ხელახალ არჩევნებს მიიჩნევს. მდგომარეობა, რაც ქვეყანაში დღეს შექმნილია, როგორ შეაფასებთ და რა შეხედავთ გამოსავალს? მთავრობა უნდა შეიცვალოს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მთავრობა თუ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს მთავრობა თუ რას გულისხმობთ? მთავრობაც უნდა შეიცვალოს. ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. აუცილებლად უნდა დაინიშნოს. ხელახალი არჩევნები უნდა იყოს აქციაზე რომ დაიჭიროს უმიზეზოდ რო ყავთ ადამიანები დაჭერილი, ასე არ უნდა იყოს. როგორც მოქალაქე რიგითი, როგორ აფასებთ და რა შეხედავთ გამოსავალს? თუ არ დალაგდა ეს ცხოვრება ისე არ იქნება. ხალხი დაწყნარდეს. როგორ შეიძლება დაწყნარდეს? როგორ და მოლაპარაკება უნდა მოხდეს? რა თვალსაზრისით? რა თვალსაზრისით მოხდეს უნდა მოლაპარაკება და ჩაინიშნოს უნდა ახალი არჩევნები. თუ აქვს გამარჯვების შანსი, გაიმარჯვებს. არეულობას არ ჯობს მაგი ამდენ ხოცვას ჟლეტას დამშვიდეს უნდა როგორ ახლა ხმაური და იმით არაფერი არ გამოვა. უნდა დამშვიდეს, დაასხდნენ, მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ. გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ხელმეორედ უნდა იყოს არჩევნები, მეტი არაფერი. თუ არჩევნები არ მოხდა, ეს შეიძლება ეს ყველაფერი ასარეულობა და ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს კიდე. გართულდეს. სხვა რამეში გადაიზარდოს იქნება კიდე. თორემ სოხუმიდან ვარ და წარმოვიდგენია ამ პერიოდში რომ გადმოვიდა რა ხდებოდა სამოქალაქო მიიღო ძმას კლავდა და შესაძლებელია ქართველთა განხეთქილების ამბავში მოხდეს ეს სასწაული ამბავი რაც მაშინაც ხდებოდა აგერ 93-იან წლებში. მეტი რა მაქვს თქვენი. მინდა რომ განმეორდეს და არჩევნები იყოს ხელმეორედ შედგეს ხელმეორედ არჩევნები. ქვეყანა გვეუბნება, სოფლიო გვეუბნება რომ უნდა იყოს ასე და რა ვქნა ახლა მე ერთი მოქალაქეა და მეც ასე მომწონს რომ ასე იყოს. რა შეხედავთ გამოსავალს და როგორ აფასებთ? მე მგონი ერთმანეთი უნდა შევიყვარო და ერთმანეთი დავაფასო და ერთმანეთს ურთიერთი პატივისცემა უნდა გქონდეს ერთმანეთის. მე ასე მგონია. არჩევნები ახლა მე მინდა მშვიდობა და დანარჩენი არ მაინტერესებს. და გამოსავალს როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე რა შეხედავთ? არჩევნებში ვხედავ მე გამოსავალს. დალაგდეს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში საქართველოში. ოზურგეთის ჩემპიონატი ჭადრაკში საინტერესო შედეგით დასრულდა. ჩემპიონი 9 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი გახდა. ლაზარე ოზურგეთის ჩემპიონობასთან ერთად გურიის 2024 წლის ჩემპიონატაც აღიარეს. 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეებმა მიიღეს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პატარა მოჭადრაკეებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს უფროსი თაობის წარმომადგენლებს და შედეგით შესაბამისი დაიდო. ოზურგეთის ჩემპიონი 9 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი გახდა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ჩემპიონია 9-10 წლამდელთა შორის. მეორე ადგილზე გივის სიამაშვილი, ხოლო მესამეზე ელგუჯა ურუშაძე გავიდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბლიც ტურნირი გაიმართა. ბლიცში გაბრიელ სალუქაძემ, გიორგი სალუქაძემ, ანდრია ადეიშვილმა და ანდრია ლომაძემ იასპარეზეს, რომლებიც ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეები იყვნენ და ასაკის მიუხედავად საინტერესოდ ითამაშეს. ნათია ვასაძე გოგონებში ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატში გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ ფასიან საჩუქრებთან ერთად. ამ ტურნირზე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თავით, კმაყოფილით. გარდა ამისა, ვისიამოვნე და ჩემი თმავის კმაყოფილი ვარ. მეტოქეები საკმაოდ ძლიერნი იყვნენ. გამიჭირდა მათი დამარცხება, მაგრამ ჩემი თავი დავძლია და
დავამარცხე ჩემი მოწინააღმდეგეები. რიგით 26 ღონისძიება არის ოზურგეთში წელს ჩატარებული. როგორც წესი, მთავარი ღონისძიება და ფაქტიურად აჯამებს წლის ნამუშევარს. წლის შედეგებით თუ მივჯერებთ, ყველაზე დიდი შედეგი აჩვენა ყველა მიწის გულშემატკივრებმა ლაზარე ჩხარტიშვილმა, რომელიც 10 წლისაა და უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა წელს. იყო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, მსოფლიოში საუკეთესო 20-ში შევიდა და დღეს ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, მით უმეტეს მიწვეული იყო თბილისში ფედერაციის მიერ საქართველოს ფედერაციის ვარსკვლავთა ტურნირში, იქაც პირველი ადგილი აიღო და იმედი გვაქვს, რომ მას ეყოლება მიმდევრები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაადგება ამ ბრძნული თამაშის გზას. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.